მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია და პოლიტიკურად დატვირთული არის საქართველო, მაგრამ ჩვენი გადაცემის თემას ხედავთ ალბათ თქვენ. ბაჭკა, რომელსაც ასე უწოდებენ ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს იქნა არჩეული პრეზიდენტად უკვე მე-7-ჯერ და მე მინდა მას გულითადად მიულოცო ეს გამარჯვება და მე პირადად ვთვლი რომ ეს კაცი არის ლეგენდარული ადამიანი რომელმაც მიუხედავად ბევრი სანქციებისა, მიუხედავად დიდი დაწოლისა მან შეძლო რომ თავისი ქვეყანა ექცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წალკოტად, ეს არის ოაზისი და აი საქართველო და ბელორუსი რო შეადარო ერთმანეთს, აი ედემი რასაც ქვია, ედემის ბაღი არის ბელორუსი. და ჩვენ ვართ ჯუნგლები, ტოქსიკური გარემო, სადაც ნამდვილად ცხოვრება უკვე დღითი დღე აუტანელი ხდება. და მე მინდა რომ თემა ბელორუსის დღეს იყოს აქტიურად ჩვენ გადაცემაში, იქიდან გამომდინარე რომ დღეს გამობძანდა ეს ევროკავშირის ელჩი, ეს არ ვიცი, მავნებელი ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეს ამაღლობელიო, ეს ქალბატონი, რომელიც ჟურნალისტად არის ვითომ წოდებული. ესო გაანთავისუფლეთო პოლიტპატიმარლად რამის შერაცხა. ესე იგი, ქალი, რომელმაც პოლიციელს სახეში სილა გააწნა. და ის ადამიანები, რომლებიც კიდევ არ ბევდნენ ქალაქს, ესენი პოლიტპატიმრებია გამოუშვითო და ეს მზია ამაღლობელიო გამოუშვითო, იმიტომ რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული. აი ხა ასეთი რამ რო გაუბედოს ლუკაშენკოს ვინმე რომელსაც უამრავი ადამიანი ყავს დაპატიმრებული პოლიტიკოსები მათ შორის რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ მიიღებს ძალიან კვახე პასუხს და ლუკაშენკოს უფეხებზე კიდია რა სიტყვის ევროკავშირი და რა სიტყვის ნატო და რა სიტყვის ის ქვეყნები რომლებიც დღეს ჩვენ აი ესე გვამუნათებენ და დღესაც იქ სტრასბურგში ჩვენ კარგად ვიცით ევროკავშირი რომელიც რაღაცა გარკვეულ სანქციებს გვიმზადებს, აი ეს სულ ნაკლებად აინტერესებს ამ ადამიანს და ამიტომაც არის, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ეს არჩევნები იყო ზეიმი ბელორუსი ხალხისათვის. და როგორი სიყვარულით და როგორი სითფოთი ხვდება მას ყველა ის ადამიანი, რომელიც ბელორუსიაში ცხოვრობს და აი სიმღერაც მიუძღვნეს მას. დიახ, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არის ნამდვილად ბელორუსი ხალხის ნამდვილი გმირი და ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან ბევრ დადებითს და აი, როდესაც ის გამოდიოდა სცენაზე აი ამ წინასაარჩევნო მარათონის დროს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ გახდებოდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ მას კონკურენტები ფაქტობრივად იქ არ ყავს. აი ესეთ სიყვარულით ეგებებოდნენ მას მოსახლეობა. და მე ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ყოლოდეს ასეთი ლიდერი. და ერთი სამწუხარო ამბავიც უნდა გითხრათ. აი, როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ლუკაშენკომ ყისიერად მიულოცა გამარჯვება პრემიერ-მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც. მე მინდა ვიცი, რომ ხელისუფლებაც უყურებს ჩვენ გადაცემას და მინდა მიუმართო საქართველოს ხელისუფლებას. იცით,
რაღაცა იცით არსებობს ესეთი ცნება რაღაცა მადლიერების შეგრძნება. ჩვენ კარგად ვიცით ლუკაშენკომაც განაცხადა, როდესაც დიდი დაწოლა იყო, რომ მას ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ლუკაშენკომ ეს არ გააკეთა. ეხლა იქ ვიღაცები ლაპარაკობენ, ეს იმიტომ არ ქნა, რომ თავის ეროვნული ინტერესები არ აძლევდა ამის საშუალებას. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხომ არ გააკეთა. და რომ გაეკეთებინა, ხო ვიცით, რომ დომინოს პრინციპით დანარჩენი რესპუბლიკებიც აღიარებდნენ ამ დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამისი გარკვეულწილად მადლიერი. კაცი ჩამოვიდა და უამრავჯერ თავის გამოსვლებშიც, უამრავჯერ თავის განცხადებებში საქართველოს მიმართ სიყვარული დაადასტურა. ჩამოვიდა აქ, როდესაც მარგველაშვილი იყო, მე მგონი, აქ პრეზიდენტი, კვირიკაშვილი პრემიერი და მილიონ სამუშაო ადგილს შექმნი საქართველოში. მაგრამ ვინ მის ამის უფლება? ვინ მის ამის უფლება? და მე ვერ გავიგე თუ შენ გილოცავს ეს კაცი, ჩვენ რატო არ უნდა მიულოცოთ? ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ეხლა ნათქვამია, იცით, მე ადრე, როდესაც ეს აფხაზეთში ტრაგედია მოხდა, მაშინაც თქვი, რომ გლოვის დღე უნდა გამოვაცხადოთ მეთქი, იმიტომ რომ ქართველები დაიღუპნენ. იმყის ჩვენზე ადრე გამოაცხადა გლოვის დღე აფხაზებმა. ქართველების დაღუპვის გამო, მაგრამ რაღაცა 5 დღის მერე გამოაცხადა გლოვის დღე საქართველოს. მე მინდა რომ მივმართო ხელისუფლებას. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის რომ ეს ჟესტი, დიპლომატიური ჟესტი ჩვენ ნამდვილად გამოვავლინოთ. თორე ეს კაცი ბოლოს და ბოლოს იტყვის რომ ამათ ვეღარაფერი ვერ დავანახე და ადგება და რაღაცა ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც საკმაოდ გულდასაწყვეტი იქნება ჩვენთვის. ბოლო-ბოლო რა გახდა რა არის? გაგინებს ეს ევროპა, გაფურთხებს საქმეებში ერება, ბანდიტებს გეძახის, გასაქცირებს, რუსეთის აგენტებს გეძახი და რაღაც ელოლიავებით. ეხლა ხო ვიცი რომ იმიტომ არ მიულოცეთ ამ ლუკაშენკოს, რომ აი დიქტატორს არ მიულოცოთო. ნეტა ესეთი დიქტატორი ყავდეს ჩვენ ხელისუფლებაში რა. ესეთი დიქტატორი, რომელიც ქვეყანაც ყვავის, იფურჩქნება, უამრავი სამუშაო ადგილია. რას ითვალისწინებთ ამ ევროპის აზრებს, მაინტერესებს? ევროპა რას იტყვის? რაც უნდა ის უკნია თავშიც გვაიხალოს იმ ევროპამ. ესე იგი რახან ეხლა დიქტატორად მოიხსენიებენ ეხლა ლუკაშენკოს ამის გამო ჩვენი ეროვნული ინტერესი უნდა დავაზიანოთ, კაცო? მით უმეტეს ამ კაცმა მილიონჯერ საქართველოს მიმართ გამოხატა თავისი სიყვარული, პატივისცემა და კიდევ ერთხელ არ აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, როდესაც იყო დიდი წნეხი მასზე. ამ მიულოცეთ, გააგზავნეთ ერთი მისალოცი რა გახდა, ერთი ფარატი და ფურცელი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ ცხოვრებაში და დიპლომატიური ანაბანაა ეს ყველაფერი. მეტი რა გინდათ ვერ გავიგე, თავზე გამხობთ ყველა ევროკავშირიც, ამერიკაც. იმათ გეძახით, რა ქვია, ბანდიტებს გეძახიან, რუსეთის აგენტებს გეძახიან, მაინც რაც არ უნდა გააკეთოთ, ვერაფერ მოსაწონს ამის მერ გააკეთეთ. რა გინდათ ვერ გავიგე, ფეხებზე არ კიდიათ რა სიტყვის თქვენ ევროკავშირი. აგერ ამ კაცმა, როდესაც ეს კითხვები დაუსვეს მას, სხვათა შორის, აი უშუალოდ იმ საკითხზე. აი, იმიტომ მიყვარს მე ეს კაცი, მე პირადად მიყვარს ეს ლუკაშენკო. რატო იცით? აი ესეთი უნდა იყოს ლიდერი. და როდესაც დაუსვეს BBC ჟურნალისტი იყო, აი ამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ჩატარდა პრესკონფერენცია და კითხვა დაუსვა ლუკაშენკოს, რომ აიო, თქვენო არ გაღიარებთო მაინცო ესო ამერიკა და ესო ევროკავშირიო და ეს ევროპული ქვეყნები და რა აზრის ახართო და არ გაინტერესებთ რას უპასუხა, აი მოვისმინეთ. Можно один краткий последний вопрос? Ну, конечно, можно. Известно, что ни США, ни Евросоюз, ни Великобритания не признают вас легитимным президентом. Это ваше право. Вот. Какие у вас надежды, связанные с новой администрацией США? Надеетесь, что эта ситуация изменится из-за прихода Трампа? Какая это? Ну, вот эта легитимность, непризнание. Непризнание чего? Но то, что сейчас пока вот США, Европа... Непризнание нашей власти, меня вы имеете в виду, не изменится? Что с приходом Трампа отношение к вам со стороны Запада изменится. Скажите, пожалуйста, Стив, если бы я вот сейчас сделал заявление, что я не признаю выборы США и не признаю Трампа, что-нибудь в Америке бы изменилось? Или у вас там в Великобритании Стармер, или как его фамилия? Вот я не признаю Стармера, и что? Что в Великобритании произойдет? Ничего.
тоже точно так у нас ничего не произойдет. Признаете вы там в Евросоюзе, не признаете эти выборы. Ну, это дело вкуса. Поверьте, вот клянусь вам, это абсолютно, ну, как вы говорите мне, фиолетово. Вы признаете наши выборы или нет? Мне главное, чтобы белорусы признали эти выборы, и спокойно они завершились, как начались. Вот это для меня главное. А там ваше дело. Признаете? Ну что ж, мы отреагируем, поблагодарим. Не признаете? Ну так вы уже не признали. Вы же уже не признали. Вот если завтра Соединенные Штаты Америки сделают заявление или промолчат хотя бы по поводу наших выборов, слушайте, что вы будете делать? Что вы будете делать? Ну, вам не привыкать. Вы же Трампа этого гнобили с утра до вечера, до выборов. Как только Трамп выборы выиграл, ваша позиция, вы поползли через Атлантический океан. Кто ползком, кто по дну, кто поверху. Некоторые не знают, как подползти сегодня к этому Трампу. Тяжелая у вас судьба у Европы. Ждите. Вам надо обеспокоиться этим. С приходом Трампа проблемы не в Беларуси будут, в Европе будут проблемы. Они уже у вас начались. Он вам сказал прямо, и молодец, я в этом поддерживаю, хотя не во всем, я уже об этом говорил, но поддерживаю. Он вам сказал, ребята, вы хотите в Украине воевать? Ну так платите. Не 2%, а 5%. И вы как ужи, как змеюки, крутитесь, вертитесь, не знаете, какой найти выход из этого положения. Трамп захотел Европу наклонить, он вырвал оттуда Великобританию из Евросоюза. Зачем это надо было, если Америка была бы нацелена на усиление Европейского Союза? Вырвал. Делает ставку на кого? На поляку. Что он не понимает, что немцы и поляки это, ну, закоренелые, старые, осмелюсь сказать, враги. Что вы не знаете этого, или кто-то не знает, вы помалкиваете просто. Это так. Зачем же ты раскалываешь Европу? Зачем ты делаешь ставку на Польшу? Ну, потому что это политика такая. Они вас еще в такую позу поставят, что вы долгие десятилетия или столетия не встанете. Они разрушили вашу экономику. И что? И что? Они пытаются разрушить нашу экономику России и Беларуси. Мы сопротивляемся, мы работаем. Мы не поползли по дну океана в Вашингтон. Мы работаем, а вы? Поэтому, Стив, вам лучше молчать. И не переживать по поводу того, признают кто-то наши выборы или не признают. Вечером все будет известно. Все зависит от белорусского народа. აი ეს არის ღირსეული პრეზიდენტის ღირსეული პასუხი. და ეხა იმასავით, რა ქვია, ჩვენი რაღაცა, აი ჩვენთან რაც ხდება, ვაიმე, რასიზმს იქ ევროსაბჭო უფლებამოსილებას შეგვიწყვეტს თუ არა, ვაიმე, ამერიკა რა სიტყვის? ფეხებზე კიდია ლუკაშენკოს რა სიტყვის ამერიკა და თქვა კიდევაც რა. აი მეო ეხლაო რა, რო არ ვაღიარო ამერიკის პრეზიდენტიო რა შეიძლება რამეო. იცით რატო კიდია ფეხებზე? იმიტომ რომ აწყობილი აქვს ამ კაც ხუთიანზე საქმე. იმიტომ რომ რუსეთთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა, ის საწარმოები, ის ფაბრიკები, რომელიც მუშაობს ბელორუსში, სრულიად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. და იმ აზიაშიც გააქვს და ჩინეთშიც გააქვს. მარტო რუსეთს, მაგრამ 85% მაინც რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. და ამიტომ ვიძახით ჩვენ, რომ მოდი დაღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ვიძინა ივანიშვილმა 100 ქარხანა კი არა 1000 ქარხანაც რო ამუშაოს, ხვალვე დაიკეტება ის საწარმო თუ გასაღების ბაზარი არ გვექნება. და სად უნდა გავიტანოთ? ეხა ევროპას შენი პროდუქცია არ ჭირდება, რაც არ უნდა კარგი გააკეთო. ერთადერთი შეიძლება გაყიდო შენი პროდუქტი რუსეთში. გაყიდო შეიძლება აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იმიტომ რომ ევროპული ბაზარი უკვე დაკავებულია, არ შეგიშვებენ იქა. რატო ვერ მიაღწია ქართულმა ღვინომ ამდენი ხნის მანძილზე 30 წლის მანძილზე იმას რომ სრულყოფილად შესულიყო ვიღაცა ორი ბოდიში და ყუთს გაიტანს იქა ღვინოს და გონია რომ ეს რაღაცა დიდი შედეგი არის და ეს არ არის
და აი როდესაც საუბარი არის კიდე იმაზე რომ აი ჩვენთან რომ აი ესე გვაწვევიან იმაზე პოლიტპატიმრები თურმე პოლიციის მცემელი და პოლიციაზე სილის გამწნელის განთავისუფლებას რო ითხოვს ეს ევროკავშირის ელჩი აი როგორც ის თქვა რომ ფეხებზე კიდია ცნობს თუ არა ვინმე ბელორუსიის ამ არჩევნებს აი იგივე კითხვა დაუსვეს მას ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე და გასცა საკადრისი პასუხი იგივე აი ამ ჟურნალისტს რომელიც აქტიურობდა Какой ты гадкий вопрос еще заготовил мне. Как всегда, что-нибудь. Доброе утро. Доброе утро, Стив. И все-таки как можно назвать эти выборы демократичными, когда ваши самые ярые противники и соперники или находятся в тюрьме, или в изгнании? Стив, ну давай, может сейчас будет продолжение, я отвечу, чтобы не забыть. Кто в тюрьме, кто в изгнании и прочее, а ты вот здесь. Это право выбора, это демократично. Кто-то выбрал тюрьму, кто-то выбрал изгнание, как ты говоришь. Мы же никого не выгоняли из страны. И более того, мы открыли страну. И я уже, наверное, раз 5 заявлял о том, что мы не злопамятные люди, не зловредные. Каждому будет предоставлен шанс. Механизм реализации вот такой. Вперед. И не я решаю. Вот перед тобой Игорь Тур сидит. Он там, образно говорю, он решает. То есть общественная комиссия, где средства массовой информации широко представлены. Они же в 2020 году фотографировались на каждом перекрестке и в каждом средстве массовой информации, в том числе и BBC. Мы это все проанализировали, время было, мы знаем роль каждого. Приезжайте, отвечайте. Нарушил закон, скажем откровенно, жестоко. В места не столь отдаленные, о которых ты сказал. Кто-то совсем понимает, что без этого не обойтись. Он там остается. Это же демократично. Это право выбора каждого человека. Ну, скажу откровенно, Стив, если бы ты такую позицию в нарушение законов принял, ты бы здесь не сидел. Скорее всего, ты к нам бы не приехал. Но вы сказали недавно, на днях, да, что мы не должны никому закрывать рот. Вы это сказали, Ни да? в коем случае, я тебе не закрываю рот. Вы сказали буквально 2 дня назад. Абсолютно, да. Вот, но Мы вот, построим страну и не позволим никому закрывать рот. Так и будет. вот, но ваши вот серьезные соперники не только не допущены к выборам, но и некоторые из них сидят, да? Более того, более 1200 политзаключенных осталось. Подожди, уже ж выпустили немало. Это ж 1200, ты говорил, было накануне. Осталось. Но если вычесть больше 200, так сколько получится? Ты что, в школе не учился? Я просто к тому, что если никому рот закрывать нельзя, может быть, пора открывать вот эти камеры и выпустить этих политзаключенных. И Марию Колесникову, и Сергея Тихановского. Опять ты за Марию, боже мой. Ну ладно, отвечу тебе на этот вопрос. Ты говоришь про закрытие рта или закрытие в тюрьме кого-то? Ну, если рот, это одно. Но если тюрьма, это тот, кто слишком широко раскрыл, грубо говоря, рот. Тот, кто нарушил закон. Ну, естественно, что в Англии и в Соединенных Штатах Америки нет тюрем. Почему ты не приводишь положительный пример? На время лукашенковского времени в тюрьме сидело более 40 тысяч человек. Сейчас менее 20. Это хороший результат? Ну, хороший, положительно, по крайней мере, нашу диктатуру характеризует. Антидемократический режим. Почему вы об этом не говорите? Ну, а тот, кто нарушил закон, тот будет сидеть. И даже там мы ему рот не закрываем. И Мария Колесникова и другие, о которых ты говоришь, я помню, этот вопрос ты уже 2-й раз задаешь, как родственник все равно. На БРИКС ты мне, по-моему, задавал про Колесникову, что она умерла, что никого туда не пускают. Скажу откровенно, ты меня подтолкнул к тому, чтобы я поинтересовался. А что там происходит с Марией? Говорят, здоровая. Даже пресс-секретарю говорю, ты же Стива знаешь, он же все равно навяжется с этим вопросом. Посмотри, доложи мне лично, кроме тех, кто там смотрит за ней и где она находится. Что с ней?
Кто говорит, нормальная, здоровая. Я говорю, ну покажите ее народу. Показали вроде там. Кто-то ходил к ней, ты за отца говорила, не пускают родственников. Я говорю, ну почему вы отца не хотите пустить? По закону отец не имел права с ней встречаться. Она нарушает режим. Он установлен в Америке, в Англии у тебя или еще где-то. Режим есть. Если ты его нарушаешь, отвечай. Но я говорю, слушайте, у меня к вам просьба, это мое решение. Пустите, пусть отец ходит. Покажите Стиву, что она здорова, что она нормально выглядит и так далее. Видел фотографию? Видел. Так как же мы рот закрываем? Если бы... Слушай, вот этот вопрос ты даже американскому президенту бы и не задал. Даже у себя там. Даже в России, где ты находишься, ты бы этот вопрос не задал. Ты мне свободно задаешь, я тебе свободно отвечаю. Не перебирай, Стив. В любом государстве за нарушение закона надо нести ответственность. Суров закон, но он закон. Это не я придумал. Это придумано народами многих стран. Суров закон, но он закон, его надо соблюдать. Закон надо соблюдать, но эти люди если сидят... ты не знаешь закона, если ты не знаешь закона, это тебя не освобождает об ответственности по этому закону. Это тоже не я придумал. Это юридическая вся общественность так заявляет. Вот по закону и отвечают. Поэтому если ты лоббируешь там и за кого-то ратуешь, то у нас это не запрещено. У нас не запрещено. Если ты на поруки кого-то берешь, и тур там в комиссии примет решение, что можно тебе пойти навстречу, мы рассмотрим этот вопрос. Но те, за кого ты ратуешь, они, по-моему, и не хотят особо на свободу. მე აღტაცებული ვარ თითეული ამ ადამიანის ამ კაცის სიტყვით და მე მახსოვს ამ კაცს ეძახდნენ კალხოზნიკს და რაღაცა ისეც და ჩვენ ჩავალთ აუცილებლად ბელორუსში და შემოგთავაზებთ იქიდან იმ ცხოვრების რიტმზე გადაცემას ვრცელს და თქვენ თვითონ ნახავთ რომ როგორ უყვართ ეს ადამიანი იქ და როგორ პატივსცემენ და ერთი რამე არის რომ უბრალოდ მე ხელისუფლებას ჩვენ ხელისუფლებას მინდა მივმართო და არ დავიღლები ეხლა სანამ დრო არის ეხლა ერთი კვირა თუ გავიდა იმის მერე აზრი აღარ აქვს ძალიან აქ გთხოვთ აი უმორჩილესად გთხოვთ ეს ჩვენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს ეხება გაუგზავნეთ ამ კაცს მისალოცი ბარათი რომ გაიმარჯვა არჩევნებში ეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ფეხებზე დაიკიდეთ რას გეტყვით მაინც გაგინებთ მაინც გლანძღავთ ეს ევროპა ხო ხედავთ არა მაინც არაფერში ბოდიში და დამნაშავე პოლიციელებზე მოძალადე ადამიანების განთავისუფლებას გთხოვთ და ყოველდღიურად დასაქცირებაზეა ლაპარაკი და თავს ლაფი დაგვასხეს დგანებე თავი რა სიტყვის ვაიმე ეხლა როგორ დიქტატორი როგორ იმას მიულოცევ ამას გეტყვით ხო და დიქტატორები თვითონ არიან ნეტა ლუკაშენკოსნაირი დიქტატორი იყოს კიდე სხვა რომელიც კაცმა რა ვიცი მე აღორძინა თავისი ქვეყანა ქვეყნის პატრიოტი და აი სათაურს ხედავთ აქა რომ ბაცკა იუნას გიროი თავის სამშობლოში ხო არის ეს კაცი გმირი და ჩვენთანაც გმირია ეს კაცი საქართველოშიც გმირია და საქართველოშიც პატივსცემენ ამ ადამიანს და ამიტომ ძალიან აქ გთხოვთ აი მე რამდენჯერ ვიმეორებ ამას უკვე რა მივმართლავ ჩვენ ქვეყნის პრემიერს პრეზიდენტს რომ აუცილებლად ეს გააკეთეთ რა ყისიერად ხო მოგილოცათ არა თვითონ ამ კაცმა ეს გამარჯვება პარლამენტისში არჩევნების შემდგომაც მოგილოცათ და საპრემიერ ეხლა ვიღაცამ თქვა ვიცი უტყუარათ ეს ინფორმაცია დღეს სანამ აი ამ სტუდიაში დავჯდებოდი ბოლო წუთამდე გადავამოწმე ეს ინფორმაცია იყო თუ არა გაგზავნილი მისალოცი არ იყო გაგზავნილი დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად და ასევე სხვა თემებზეც გვექნება რა თქმა უნდა საუბარი ბელორუსის გარდა მაგრამ ეს ბელორუსის თემა ძალიან აქტუალურია ჩვენი სტუმარია პროფესორი ბატონი ელიზბარაშვილი მოგესალმებით ბატონი ელიზბარ მოგესალმებით ასევე ჩვენი სტუმარია ბატონი ჯუმბერ თავართკილაცი
ჯუმბერ თავადქილაძე, რომელიც სწორედ მჭიდროდ არის დაკავშირებული ბელორუსიასთან, ეს ადამიანი არის კაცი, რომელსაც საქმიანი ურთიერთობები აქვს ბელარუსთან, ძალიან კარგად იცის რა არის ბელორუსი ხალხი და მოდით ბატონო ჯუმბერ თქვენი დავიწყებთ, ვიცი რომ კიდე ძალიან ისეთი მე და ბატონი ჯუმბერი გვეგმავთ ძალიან ისეთ კარგ რაღაცას, რომელიც ბელორუსიას ეხება და აი რა სიტყოდით ბატონო ჯუმბერ, აი ამ არჩევნების შედეგებზეც და თვითონ აი ამ განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა, ეხლა ჩვენ მოვისმინეთ ერთად განცხადებები ბატონი ალექსანდრ ლუკაშენკოს. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო ბელარუსელ ხალხს იმ ლიდერის კიდევ ერთხელ არჩევა, რომელმაც ლიდერმაც დრომ გვიჩვენა, რომ ბელარუსიას აცდინა ომი. 2020 წელს ბელარუსიაში რო ხელისუფლება შესრულიყო და მოსულიყო ის ხელისუფლება, რომელსაც ოცნებობდა ევროლიბერალისტები, დღეს ისევე როგორც უკრაინა განადგურებული, ისეთივე განადგურებული იქნებოდა ბელარუსის სახელმწიფო. დრო მაჩვენა რომ ამ კაცის პოლიტიკა არის ეროვნული, დრო მაჩვენა რომ ამ კაცის ყოველივე გადადგმული ნაბიჯი არის ერის საკეთილდღეოდ გადადგმული და გაკეთებული. მე ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მაქვს ბელარუსიასთან, კარგი სამეგობრო მყავს. ხშირად ვსტუმრობ ბელარუსის რესპუბლიკას, ვიცი იქაური ხალხის მენტალიტეტი, ვიცი როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი, როგორ ცხოვრობს საჯარო მოხელე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რომ ბელარუსია ყველაზე დაცული ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში, კავშირის რესპუბლიკებს შორის, ამაზე აღარავინ არ დავობს. იმდენად სისუფთავეა მიზგში, განსაკუთრებით, რომ ჩვეულებრივად ასფალტზე რო აი ხელი აუსვა, თითი აუსვა, მტვერი არ აკובה. ყველა არის დასაქმებული და ყველა მიცის საკუთარი საქმე. იქ ვერ დაინახავ მაწანწალ ადამიანს, იქ ვერ დაინახავ ადამიანს, რომელსაც დახმარებას ითხოვს. ვერ დაინახავ მთრალ ადამიანს, ქუჩაში მოწანწალეს. არის იდეალური წესრიგი. რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის კანონის უზენაესობა. დემოკრატია ზუსტად ეს არის, რომ კანონი უნდა დაიცვა და კანონის მორჩილი უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ ჩვენ ყველანაირად სხვაგვარად აღვიქვით ეს დემოკრატია და სხვაგვარად მივიღეთ. იქ ამ კაცმა ბელარუსიაში შეუნარჩუნა სახელმწიფოებრიობა, შეინარჩუნა ყველაფერი, რაც კარგი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი. ქარხანა, ფაბრიკები, რა თქმა უნდა, მოახდინა გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ისე უხმაუროთ, არ ხმაურობს ეს კაცი. ეს არის პოლიტიკოსი ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვიმეორო, დრო გვიჩვენა, რომ აცილა დიდ უბედურებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბატონო ტელემაყურებელო, ჩემო პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ პირველი დარტყმა ბელარუსიამ მიიღო 1940 წელს, როცა გერმანიამ თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. იმ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ომის ფასი. იქ არსებობენ ხალხი, რომლებიც დღესაც ცოცხალი არიან, რომლებმაც ის ტრაგედია გადაიტანეს. და იქაურ ხალხს აღარ ჭირდება ეს ომი და დრო გვიჩვენა, რომ არ ყოფილიყო ლუკაშენკო, ეხლა იქნებოდა განადგურებული. ეს არის ეროვნული ლიდერი, არ არის შიშარაკაცი, ეს არის ვაჟკაცი, ეროვნული ლიდერი. ბატონო ნიკოლას დრო რო იყო, მან იარაღი აისხა და საკუთარი საპრეზიდენტო შენობას დაიცვა
საკუთარი ინტერესების დაიცვა და დაიცვა იმ ხალხის ინტერესები, რომელ ხალხსაც მისი ჯერავს. ასე რომ მე მინდა მივმართო ახლა ჩვენს ხელისუფლებას. გავიმეორო თქვენი სიტყვები და გესესხები და მინდა მეც ვთხოვო და რატომ? კაცო, თუ ის ევროპელების გადმოსახედიდან არის დიქტატორი, ევროპა დღეს ჩვენ ხელისუფლებასაც დიქტატორს ეძახის, ხო? ამათ დიქტატორებს ეძახის. ხო, აი, ესე ის დიქტატორები ლოგიკაც არ არის, ხო? მიულოცე შენ როგორც დიქტატორმა დიქტატორს მიულოცე, ხო? არც ერთი არ არის დიქტატორი ამ დროს კაცო. ამ დროს არც ერთი არ არის და იცი რა არის? უბრალოდ ბოლო დროის განმავლობაში რაც ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა, ჩემთვის მისაღები იყო და არჩევნებზე ხარით დაუჭირე, არ ვიცი, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება მოსულიყო კვლავ ხელისუფლებაში, მაგრამ იმიტომ რომ დავინახე, რომ დაიწყეს ეროვნული ინტერესების გატარება. დღეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ბატონ ნიკოლოზ, რომ ხელისუფლებამ აქამდანაც უნდა მიელოცოთ. გეთანხმებით, მაგრამ აი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მაგრამ ეს რამდენიმე დღე უკვე აზრი აღარ ექნება ამას რა. და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ გადაცემის განმავლობაში ისინი მიულოცავენ და გაგზავნიან. მე აი მიხეილ ყაველაშვილს მინდა მივმართო რა. ბატონო მიხეილ, მე ვიცი რომ თქვენ ხართ ადეკვატური იმ გიჟის სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით და მოგიწოდებთ თქვენს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ხელისუფლებიდან ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებს ჩვენ ამ გადაცემას. და ბიჭო, აი ხვალ ეს კაცი რო ადგეს და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს. აი რა ნამუსით უნდა ვთქვათ მე ჩვენ რომ ეს რატო გააკეთავ. ბიჭო, კაცად არა, აი ელემენტარულად აი სლავებთან რო დაჯდები სუფრაზე, პირველ რიგში რუსიც, ბელორუსიც გეკითხება, ты уважаешь меня? Если уважаешь, მერე იწყება ყველაფერი. და შენ თუ პატივს არ აცემ ამ კაცს, მერე რატო გინდა იმან რომ პატივი ქცე შენ? მერე ვიღაცა გამოხტება და იტყვის რატო აღიარა ბელორუსმა აფხაზეთი და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ბიჭო, კაცად არაფრად არ აგდებ, ლაფსხამსხამ დიქტატორად მოიხსენიებ, აგინებ, ზოგიერთი ტვინგაყინული გამოხტება და ბელორუსიაში გინდა ისა რა ქვია, ბელორუსიას დაემსგავსა საქართველო. მე აუცილებლად ჩავალ ბელორუსში, ჩვენ გეგმავთ ამას და განახებთ იქ ცხოვრების წე. ნეტა ბელორუსს დაემსგავსებოდეს საქართველო და ამას დიდი ბედნიერება რა იქნება. 20-30,000 კაციანი საწარმოები მუშაობ, გუგუნებს საწარმო. იქ უმუშევარ კაც ვერ დაინახავ. ნეტა ბელორუსი იყო საქართველო. და ეხლა დღეს ხვალ და ზე კიდე რაღაცა გვაქვს რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. და ხა ერთი კვირის მერე გინდა ყოფილა გინდა არა. მიულოცეთ ამ კაც გამარჯვება, მიულოცეთ. იმიტომ რომ ეს ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არის პირველ რიგში. და ეხლა ეს კაცი, ეს ნაძირლები, დასავლეთის აგენტურა, რომლებიც საქართველოსთან იმართება, თვითონ ეს დასავლეთი. აი რა სიძახის აგერ ხელისუფლებაზე. ამას უწევთ ანგარიშ ამ არარაობებს? აი ამას უწევთ ანგარიშ. გაუქმების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი უბრალოდ უკანასკნელი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია რეჟიმის სანქცირება ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით, ასევე ვგმობთ დაშინებას, ძალადობას. შოკირებული ვართ ნაცემი ხალხით, მათ შორის მედია წარმომადგენლებზე ძალადობით და ადამიანებზე ნიღბიანების ძალადობით. შოკირებული ვართ ორი თვე ქუჩებში ძალადობით. საქართველოს უკუსლოს ვხედავთ და არ შეიძლება ეს ჩვენი რეაქციის გარეშე დარჩეს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. ისინი, ვინც წარმოადგენენ ხელისუფლებას, მოუწევთ ვიზის შევსება, თუ უნდათ მოგზაურობა ევროპაში. ჩვენი მიზანი არაა ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალის დისკრიმინაციული გამოყენება, გვაქვს სასამართლო სისტემის ნდობის ეროზია.
შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით. უკვე 16 დღეა წინაპატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით. შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზორში სასტიკი ცემა, როცა ქალებს ნიღბიანი კაცები სცემდნენ და არავინ დაუკავებიათ. ეს არის უპრეცედენტო, ამიტომაც წევრ სახელმწიფოებს შორის საუბარი სანქციებზე გაგრძელდება. ეს მოლოდინი, რომ სანქციები გაგრძელდება, კაია კალასის განცხადებამაც გააჩინა, როცა მან თქვა, რომ ფიქრობენ ევროკავშირში რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. ეს პაվել ჰერჩინსკი, ეს წარმოშობით პოლონელი ადამიანი, რომელიც ესეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მისამართი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გმირ პოლიციელს აჭარის პოლიციის უფროს დგებუაძეზე ლაპარაკობს, რომ თურმე ეს სილა, რომელიც გააწნეს აი ამ ადამიანს, მე ხა ეს კადრი მინდა შემოგთავაზოთ. ანახეთ. ესე იგი, ამ ქალბატონმა ეს ქალი როგორ უნდა უწოდო ამას? გამოვიდა აღკვეთი ესე იგი ხელწერილით გამოუშვეს პოლიციიდან დაკავებული რო იყო და გემრიელად უთავაზა ამ პოლიციის უფროს. და ეს ვაჟბატონი და დღეს მთელი მედიის წარმომადგენლები გაყვიროდნენ, რომ აი რატო არისო ეს დაჭერილი პოლიტპატიმრად საცხადებენ. მე მაინტერესებს ჰერჩინსკის საამებლად არ უნდა მიულოცოთ გამარჯვება ლუკაშენკოს? ეხლა აქ სოციალურ ქსელს ვადევნებ თვალყურს YouTube-ში მოდის რაღაც გარკვეული შეტყობინებები, იქნება მიულოცეს და არ ამჟღავნებენო. მეგობრებო, ეხლა მე ამდენ აბავს ავტეხავდი, ეგ რო არ ვიცოდე. მე ვიცი ეს საიდანაც უნდა ვიცოდე. იმ ქვეყნიდან ვიცი, რა ქვეყანაშიც უნდა გაგზავნილი ყოფილიყო ეს შეტყობინება. 100%-ში რო არ ვიყო დარწმუნებული, 1000-ჯერ არ გავიმეორებდი მიულოცეთ მეთქი. არავითარი გასაგებია შეიძლება არ აფიშირებენ, მაგრამ არც მიულოციათ და ამიტომაც მოუწოდებ და იმედი მაქვს რომ გააკეთებენ ამას. და აი ამაზე ჰერჩინსკი ლაპარაკობს, რომ ესე იგი თურმე უკანონო პატიმარია, პოლიტპატიმარია და თურმე აი ეს ადამიანები რუსთავებს რო არ ბევდნენ. რუსთავებს რო არ ბევდნენ, თურმე ეს ხალხი ყოფილა ესე იგი თურმე ქვეყნის სადარაჯოზე და დემოკრატიის სადარაჯოზე ყოფილი ხალხი. გესმით ბატონო ელიზბარ რა ხდება? დიახ, დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენი პრიზმიდან უნდა უყუროთ ნებისმიერ მოვლენებს, რაც ხდება მსოფლიოს ჩვენს გარშემო და აუცილებელი არის გამომდინარე რეალპოლიტიკის დიპლომატიის პრინციპებიდან მიულოცო არჩევნების ჩატარება შენს რეგიონში, რეგიონის მიმდებარე არსებულ ძლიერ ქვეყნებს, გამარჯვება არჩევნებში ქვეყნების ხელმძღვანელებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ იყო ჩამოსული ლუკაშენკო სოხუმში და მან ძალიან დელიკატური განცხადება გააკეთა ის, რომ არც ხაზი გაუსვა, რომ ის იყო თქვა რაღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ჩასული, მან ისაუბრა ქალაქზე და პირდაპირ იყო შემოთავაზება, თქვენ გახსოვთ, რომ ის მზად არის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკებებში იყოს შუამავალი და ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მისი მხრიდან. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არასდროს არ წასულა. და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმალური დიპლომატია უნდა გამოიჩინოს. დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები. ისეთი ცვლილებები არის მთლიანად მსოფლიოს გეოპოლიტიკაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამაზე ხაზი გაუსვა სწორედ სი ძინპინმა, ვიცით ჩვენ, როდესაც ის ვლადიმერ პუტინს ემშვიდობებოდა. ყველაზე დიდი ცვლილებების მომწრე ვართ ჩვენ და ეს ცვლილებები ხდება ძალიან სწრაფად, ძალიან მოკლე დროში. ამიტომ ყოველ მოვლენას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი აწონ-დაწონვა, შეფასება იმ ქვედადინებების, პოლიტიკური კონტექსტის და პოლიტიკური ქვეტექსტების, რაც არის ამა თუ იმ განცხადების უკან. მე ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რომ დასავლური სამყარო, შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი არის ის, სადაც ყვავის დემოკრატია, ხოლო აღმოსავლეთი არის, სადაც არის დიქტატურები, ეს არის ძალიან მიამიტური ხედვა უკვე დღევანდელ დღეს, რომელიც არის უბრალოდ აი რაღაც საბავშვო ბაღისთვის შეიძლება გამოდგეს
იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ვერ ერკვევიან თანამედროვე პროცესებში, სისტემის მუშაობაში, სახელმწიფოს პრობლემებში. მე-20 საუკუნის ძალიან დიდი, ბევრი მოაზროვნე პოლიტიკოსი თუ ფილოსოფოსი თანამედროვე დემოკრატიის პრობლემებზე ღიად საუბრობდა ყოველთვის და თანამედროვე დემოკრატიას რომ თუნდაც ფრანგი პოსტმოდერნისტი ჟან ბოდრიარი მოიხსენიებს, რომ ეს არის გადასული სიმულაციურ თამაშებში და ამის უკან არის რეალური ძალაუფლება და რეალური კონტროლისა და მართვის ბერკეტები გარკვეული ძალაუფლების ცენტრებისგან ეს ძალიან ბევრმა მოაზროვნემ უკვე დააფიქსირა თავის შეხედულებებში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ახლა დარწმუნებული ვარ რომ ლუკაშენკომ მიიღებდა ბელარუსი ხალხის ყველაზე მეტ ხმებს ისევ როგორც ვლადიმერ პუტინი ღებულობს რუსეთში ყველაზე მეტ ხმას არჩევნებში ისევ როგორც ერდოღანი ღებულობს თურქეთში და ამას ახლა ამაზე საუბარი რომ ისინი ახლა არ არიან არჩეული უმრავლესობის გზით არის მიამიტობა და რა არის დემოკრატია თუ არა უმრავლესობის მართლობა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ მართვა სიტუაციის ქვეყანაში ხო მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ აი წინა არჩევნებზე ძალიან პრობლემატური არჩევნები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც იქ პირდაპირ დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს დღემდე აცხადებდა და აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა ბაიდენის სასარგებლოდ იქ მოხდა ძალიან დიდი მოვლენები შევარდა კაპიტოლიუმის შენობაში 5 ადამიანი დაიხრიტა ადგილზე გავიხსნა ეს რეალობაა ანუ წინა არჩევნები დიქტატორს ეძახიან ლუკაშენკოს და იმაზე წინა არჩევნები დღემდე თვითონ შეერთებულ შტატების თანამედროვე პრეზიდენტი დღევანდელი თulis გაყალბებულად დიახ მე არ ვიცი ხა ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება აი ეს ხო ფაქტია მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ბელორუსში ლუკაშენკო არის არასწორად არჩეული მე არ მგონია საერთოდ ეს ხედვა შავთეთის ხედვა რომ რაღაცა დასავლეთში ყოველთვის არის იდეალური დემოკრატია და აღმოსავლეთში არის ეს რაღაცა ძველბოდური დიქტატურა ძალიან ბევრ რაღაცაში მჟღავდება თანამედროვე სამყაროში. აი მაგალითად რომ ვთქვა ჩვენ თანამედროვე დასავლური დემოკრატია რომ დგას ყალბ ფეხებზე ჩვენ ვხედავთ ორ მოვლენაში. ეს ორი მოვლენა არის ორი თემა არის ლეგიტიმაცია და მეორე სანქცირება. ლეგიტიმაცია არის ის, რასაც აძლევს ხელისუფლებას საკუთარი ხალხი ამორჩეველი. ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო, მათ შორის საქართველოში არის ხალხი. ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ხალხი არის ლეგიტიმაციის წყარო. აბსოლუტურად. ნახეთ როგორ გააკეთეს ევროკავშირის ბიუროკრატებთან რომ ლეგიტიმაციის წყარო უნდა გახადონ არა ის, რასაც დგას დემოკრატია, რომ ხალხი იყოს და ხალხის არჩევანი, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური კლუბების დამოკიდებულება. ანუ თურმე ლეგიტიმაცია ქვეყანაში უნდა მისცეს სხვა ქვეყნის ხელმძღვანელებმა. და თუ არ მისცემენ, მაშინ ეს არ არის ლეგიტიმური. და ლუკაშენკომ როგორ კარგად გასცა პასუხი, რომ სულ არ მაინტერესებს ეს მაღიარებენ თუ თავარია ბელორუსმა ხალხმა მაღიარაო. აი ეს არის პრიზმა და ეს არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან და არა ის, რომ რა სიტყვის ევროპა რა. ბოდიშტა ნახევარი მსოფლიო გაღიარებს, ჩინეთი გაღიარებს, ინდოეთი გაღიარებს, აზია გაღიარებს და ის ევროპა, რომელიც ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ჭაობში არის უკვე. სიამაყე გერმანელი ხალხის სიამაყე, Volkswagen-ი მიწაში მიდის უკვე. რაც ჰქონდათ ინდუსტრიული, ყველაფერი უკვე მიდის ამერიკაში, გადის გერმანიიდან. დარჩებიან, მალე გალოკილი თითივით ის უფასო გაზივით ჰქონდათ რუსეთიდან და ის გაზიც ახლა თქვენ კარგად იცით რომ როგორ მიეწოდება და მე მინდა ეს ბელორუსის თემა აი ამითი ამოვწურო რომ კიდე ერთხელ მიულოცო ჩვენ აი მე ვფიქრობ რომ აი მე ვთვლი რომ ჩვენი პრეზიდენტიც არის ლუკაშენკო იმიტომ რომ მე მეამაყება რომ ესეთი კაცი რომელიც არ ვიცი აი რომ ისემოდა ამ კაცს საშუალება დღეს უამრავი ემიგრანტი რომელიც წასულია საქართველოში იქნებოდა კაცმა ხაერზე ხო არის ხვის ამხელა კაცია მილიონ კაც მილიონ სამუშაო ადგილს შექმნი საქართველოში ჩვენ ვიცით იქ მაზის უამრავი ქარხანა არის კამაზის ქარხანა მაზის უამრავი საწარმოები არის ბელორუსში რომელიც ავტობუსებსაც უშვებენ მანქანებსაც უშვებენ და ტრაქტორებს და უამრავი ფილიალი გაიხსნებოდა საქართველოს მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ეს რატო იცით რომ ვაიმე დასავლეთმა რამე არ დაგტუსო და აგერ დასავლეთი რას გეუნება თქვენც დიქტატორად გიწოდებთ თქვენც რუსეთის აგენტებად გიწოდებთ და
აღჭობ სანქციებში არ გვაძლევს უფლებას ვივაჭროთ რუსეთთან, ვივაჭროთ ბელორუსთან, ვივაჭროთ ჩინეთთან, ყველაფერში გზღუდავს რა. გონიოში ლუკაშენკოს სურდა გაეკეთებია სანატორიუმი საკუთარი ხალხისათვის, რომელიც პუტიოვკით ჩამოვიდოდნენ და დაიბლოკეს. ეს პროექტი დაიბლოკა, საერთოდ დაიბლოკა. ეხლა საქმე რა შეიცი? ევროპას სურვილი აქვს რომ აპარტეიდი დაამყაროს ხო, ხიერი მოუკვდეთ აქ. არა, აპარტეიდი, რას ნიშნავს აპარტეიდი? უმცირესობა მართოს უმრავლესობა. კაცო, არჩევნები ჩადარდა თუ არა, მეორე დღეს გამოვიდა ყველამ და თქვა, იყო ხარვეზები ევროპელებმა, დამკვირვებლებმა ხო თქვეს, რომ იყო კი ბატონო დარღვევები, ოღონდ ეს დარღვევები არ ასახებდა არჩევნების შედეგებს. მე იქიდან მოვიდა რაღაც დირექტივები და გადასხვაფერეს ყველაფერი, რომ აი თითქოს აქ დაიქცა ქვეყანა. მეც მივიღე მონაწილეობა და ვერ შევნიშნი იქ რაიმე ისეთი ფაქტი, რომ ვინმე აყალბდა პირდაპირ ჩემი ბინის მოპირდაპირე ბავშვთა სახლში არის საარჩევნო უბანი. არ დამინახავს იქ ვიღაცა მუსკულიანი ადამიანები, არ დამინახავს იქ რაღაცა პოლიციის გადაცმული ფორმით და რაღაცები. მაგრამ იქიდან მოდის დირექტივები. ბატონ ნიკოლას, იქიდან მოდის დირექტივები. მათ უნდათ რომ უმცირესობამ მართოს უმრავლესობა საქართველოს. ეს არის პრობლემა. და ჩვენი ხელისუფლება აი ხალხმა მოგცათ ლეგიტიმაცია, ხო? რაში გაინტერესებთ თქვენ ევროპა მოგცემთ თუ არა, გაღიარებს თუ არა. მიდით და აკეთეთ თქვენი საქმე. ცოტა ხანში დაელოდეთ, მეგობრებო, ევროპა აი მუხდაჩოქილი მოვა და დაგილაპარაკება თქვენ. ჩვენ აღარ ვჭირდება ევროპა. ევროპას ჩვენ ვჭირდებით უკვე. კი ბატონო. და უკრაინის ომის დასრულების შემდგომ ევროპას ისე დავჭირდებით, როგორც მომაკვდავს წყალი დაჭირდებით. დაიმახსოვრეთ ეს. კი ბატონო, და აი ლუკაშენკოს მინდა რომ აი როგორც მას ულოცავს ყველა მთელი მოსახლეობა, აი ამ სიმღერით საბოლოო დავამთავრო ამ თემით და ჩვენც მიულოცოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ავცემ მე ბელორუს ხალხს. ეს არის აი უნიკალური ხალხი, აი უბოროტო, აი კეთილი სიყვარულით ახსავსე ხალხი. მე მინდა თითეულ მათგანს დიდი სიყვარული დაუდასწორო ჩვენი სტუდიიდან და მათ იცოდნენ რომ აი დღეს ეხა ბელორუსის ელჩი აქ არის და წმუნებათა სიგელი არ აქვს გადაცემული. ერთ წელზე მეტია აქ იმყოფება. სირცხვილი არ არის ხალხო ესა და ბელორუსიაში ელჩი არ აქვს ჩვენ. ქვეყანა რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაკავშირებს და ძალიან დიდი სარგებელი შეიძლება მივიღო. რატო არ უნდა ყავდეს საქართველოს ბელორუსიაში ელჩი? სადღაც ბურკინა-ფასოში და რაღაცა აფრიკულ ქვეყნებში ყავს ორი კაცი რო დადის იქა და იქ ყავს ელჩები და ბელორუსში შეიძლება საქართველოს ელჩი არ ყავდეს ხალხო? ან ბელორუსის წვრებათა სიგელი არ უნდა გქონდეს გადაცემული ამდენი ხანი? კაი ის გიჟიქალი წავიდა. მე მოუწოდებ ეხლა ყაველაშვილს რომ ბატონო მიხეილ იქნება ეს გამოვასწოროთ ეს შეცდომა. და კიდე ერთხელ გეუბნებით უმორჩილესად რომ მიულოცეთ ამ კაცს გამარჯვება, იმიტომ რომ ამ კაცს ბელორუსებიც ულოცავენ და მთელი უამრავი პოსტსაბჭოთა და არაპოსტსაბჭოთა ქვეყნებიც. ახ მეგობრებო, აი ესე უყვართ ეს ადამიანი და არ ვიცი, მე ძალიან მიყვარს, აი უდიდეს პატივს ავცემ ამ ადამიანს და ой დღევანდელ იმაზე რომ შევიდეთ პრიზმაში, რა აი ხელისუფლება მე მგონი დრო არის რომ აი უკვე ბევრ რამეში არ ეთანხმება და ამ საკითხშიც უკვე ჩვენ ცოტა დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ ბევრ აი ესეთი სტრატეგიული საკითხები, ვინ უნდა გყავდეს პარტნიორი, ელჩი რო უნდა გაუშვათ ბელორუსში, აი ესეთი საკითხებიც ჩვენი ქვეყნის სასეკრეტოდ უნდა გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, რეალ პოლიტიკა მოითხოვს იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აუცილებელი არის ჩვენ იმ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან, რომელთან ჩვენ არ გვაქვს ახლა დიპლომატიური ურთიერთობები, დაიწყოს მოლაპარაკებები სწორედ ქვეყნის გამთლიანებისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის პრიზმაში, რა თქმა უნდა, და ეს მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან უნდა დაგვირგვინდეს სწორედ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებით საქართველოს წიაღში, ამას დაჭირდება
ალბათ კი არა ნამდვილად კონსტიტუციის შეცვლა და შესაძლებელია მე ვფიქრობ რომ ახალი რიგარეში არჩევნების დანიშვნა სწორედ იმისათვის რომ მოხდეს ახალი უმრავლესობის საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბება რომელიც აი ამ პროცესებს გაატარებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლეგიტიმაცია თანამედროვე დასავლეთში არის გაყალბებული და ის მიიჩნევა იმად რომ რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა უნდა აღიარონ ესა თუ ის ქვეყნის ხელმძღვანელი ეს არის არასწორი ლეგიტიმაციას იძლევა მხოლოდ საკუთარი ხალხი მხოლოდ საკუთარი ამორჩეველი რადგანაც ძალაუფლების წყარო არის ხალხი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს არის ერთ-ერთი ყალბი ფეხი რაზე დგას თანამედროვე დასავლური ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკა მეორე ეს არის სანქციები ანუ ადამიანის უფლებები ჩვენ ვიცით ეს ჯერ კიდე ჯონ ლოკი და მოყოლებული ლიბერალიზმის სწორედ და დემოკრატია ქადაგებდა იმას რომ არსებობს ფუნდამენტური უფლებები ადამიანის როგორც არის სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრების უფლება, თავისუფლება სიტყვის და გადაადგილების და თქვენ ხედავთ რომ სანქციები გამოიყენება სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან რომლებიც არიან დემოკრატიის ასე ვთქვათ მებაირახტნეები სოფლიოში და თავს იწონებენ დემოკრატიით მაშინ როდესაც სასამართლოს გარეშე მიუღებელია ადამიანის გასამართლების გარეშე და განაჩენის გამოტანის გარეშე მიუღებელია რომ ადამიანს შეუწყო გადაადგილება წართვა ქონება კერძო ქონება და ასე შემდეგ ხომ ჩვენ რას ხედავთ სანქციებით რომ არსებობს უამრავი სასამართლო სხვადასხვა ქვეყნების ან არსებობს საერთაშორისო სასამართლოები მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები გარკვეულ ქვეყნებში რომლებიც შექმნიან რაღაცა განწყობას და რაღაც შეხედულებას შეუძლიათ და დაასანქცირონ სხვა ქვეყნის მთავრობები, სხვა ქვეყნის დიპლომატიური პირები. ეს არის თუ არა დემოკრატია. ეს არის ის სწორედ მეორე ყალბი ფეხი, რაზე დგას ეს ყალბი ფსევდოდემოკრატია დასავლური, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ლეგიტიმურობას ართმევ იმ ქვეყნის მოსახლეობას და შენ გინდა რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებმა მიანიჭონ ან არ მიანიჭონ ლეგიტიმურობა ამა თუ არჩეულ ხელისუფლებას და როდესაც ჩვენ ადამიანებს ართმევ თავისუფლებას, გადაადგილების უფლებას და კერძო საკუთრების უფლებას სასამართლო განაჩენის გარეშე ეს არის სწორედ ანტიდემოკრატიული პრინციპები, რაც ტარდება დღეს, რაც არის თამაშის წესი სწორედ დასავლეთში დამკვიდრებული თავიანთი პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ. გაცილებით უფრო იქნებოდა სწორი, რომ სასამართლოებს გადაეწყვიტათ ამა თუ იმ პირის დასანქცირებისა რაღაცა არის დიქტატურა. აი ხა ბატონო ელიზა. ეხლა აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის მასე მარტივად გადასაწყვეტი, სად არის დემოკრატია და სად არის დიქტატურა. მე პირდაპირ ვამბობ, რომ სწორედ დონალდ ტრამპი, სწორედ ამ ბოლო განცხადებებში, სწორედ იმ პათოს იზიარებს, რომ დღეს დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში არის ეგრეთ წოდებული deep state-ის დიქტატურა. ვისაც უნდა განთავისუფლდეს სწორედ ამისი პირველი წამყვანი ლიდერი არის დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი ხა თქვენ სასამართლო ახსენეთ და მე მინდა ერთი რამე შეგახსენოთ. ესე იგი მოსამართლეებს ხო ნახეთ რა უქნეს იქ კვერცხები და რო დაუშინეს და ესე იგი ეს ნორმალური იყო. ეს რო სააკაშვილის დროს ვინმეს გაეკეთებინა გაციმბირება არაცდებოდა და ყველა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა. მე ხლა რამდენად ვიცი ადმინისტრაციული წესი დაისაჯა რამდენიმე პირი. რატო არ არის დღემდე დაჟილი ეს ადამიანები? აი, როდესაც კვერცხები ეცროლეს ადამიანს და არ დაისაჯენ. როდესაც მოსამართლეებს ყოველ დღე პროცესზე შეურაცხყოფას აყენებენ და არავინ არ ისჯება ამის გამო, რომ ვაიმე ამერიკამ და დასავლეთმა არ რაქნას. აგერ ისე გათავხედდნენ ეხლა ქუთაისში საკუთარ სახში მიადგნენ მოსამართლეს და ობსტრუქციები მოაწყვეს იქ. ოპერაშვილის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. ოპერაშვილი ოცნების რეჟიმის სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პათუმალებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში არ მიიღო. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ოქროპირაშვილი კლანის წევრია და ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბინძურ დაკვეთებს ასრულებს. ადგილზე სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ მუსიკოსი ნინო ქათამაძე და პედაგოგი ლადო აფხაზავა.
იმდენად უკანონო იყო მზიას პატიმრობა, ვუშვებით დიდ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სააპელაციო სასამართლოს განიხილა და მზია გაეთავისუფლებინა უკანონო პატიმრობიდან, მისთვის შეესწვალა აღკვეცხვენისების სახით შეფარდებული პატიმრობა. და რა გააკეთა ამ ოქროპირიშვილმა, მან არც კი განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი. ჩვენი კოლეგა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 15 დღეა რუსთავის ქალთა ციხეში შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ემუქრება საფრთხე და მოსამართლე ოქროპირიშვილი აიღებს ვალდებულებას ის პასუხისმგებლობას მზიას რომ რამე დაემართოს, ვიდრე გვეყოლება ქვეყანაში ასეთი მიკერძოებული ივანიშვილის მონამოსამართლეები, არც ერთი ჩვენგანის, არც ერთი კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟურნალისტის უფლება არ იქნება დაცული. თუ იღებს პასუხისმგებლობას ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე, რომ მზია რაიმე არ დაემართება, მზია ჯანმრთელად იქნება და თუ არის საერთოდ დაცული მისი უფლებები. მე ვფიქრობ დაჭერიდან უკვე მისი უფლებები შელახული იყო, მან არაერთი წნეხი განიცადა და დღეს კვირა დღეა და აი ჩვენი მოსამართლე ისვენებს ოჯახთან ერთად და მზია კი ციხეში არის. მე ვფიქრობ რომ მოსამართლეს ვერ უწოდებთ, დროებით არის ალბათ მოსამართლე და მალე ყველაფერს წერტილი დაესმევა. ერთი ქუთაისელი ბოდიში და მეტრაკე მოინათლა დათოიე მეტრაკე რაც არის და ეს ლადოიე მეტრაკე მას აი ეგრე შემიძლია მე ვარქო რა ეს კაცი რო ცაში აყავდა თქვენ როგორ მახსოვს აი ხელისუფლების რაღაც აი განათლების სისტემებს რომ ეს კაცი დახტუნავდა მერხებზე ცეკვავდა, თამაშობდა და ეს კაცი შენათლეს, მონათლეს, რა ვიცი, მე ამის ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე მაღლა დააყენეს აი ეს სამმარცხვინო, ეს ლადოიე სამმარცხვინო რა მართლა რა ეს ბოდიში და მცხვენია რომ ეს კაცი გურუიდან არის მართლა, არ ვიცი ეს ვინა ეს აი თურმე ესე იგი მოსამართლეო სახში ნებივრობსო და ისო ციხეში არისო შვილო ვინმე მუთხრა სირა გააწარი პოლიციელსო შენ რო გააწდა შენ გადაინაცვლებ იმასთან მზიასთან რამდენჯერ ყოფილა რომ პოლიციელის მოქმედება არ მომწონებია მაგრამ ხა ვისაც პოლიციელი ას რაღაცა მოქმედება არა სილები უნდა ვაწნათ სად არის თქვენ მართლა ვერ გავიგე ესე თუ პოლიციას გადააბიჯეთ ამ ქვეყანაში წესრიგი იქნება საერთოდ ვაი ეხლა ბელორუსში რო ეს ვინმეს გაებედა რომ მოსამართლის სახლში მისულიყო ვიღაცა და იქ აქციები ჩაეტარებინა დღეს იქნებოდა გაციმბირებული აი ლუკაშენკომ თქვა კიდევაც იქა რომ დაუსვეს პოლიტპატიმრებზე კითხვა რომ აიო რატო იმათმა აირჩიეს ყოფილიყვნენ ციხეშიო და მზია ამაღლობელმაც თავისი მოქმედებით აირჩია რომ ყოფილიყო ციხეში და ეს სამარცხვინო თივლიშვილი და ეს აფხაზავაც მოქმედებენ ისე რომ ირჩევენ ციხეს იმიტომ რომ წესით ეს არის მოსამართლის საქმიანობაზე ზეწოლა უკვე ადევნება ჯერ ესე იგი დაძდევენ ამ მოსამართლეებს კაცო ჩემი დასაცავით უგახდებოდა ეს მოსამართლეები რას ვიფიქრებდი ახლა რა ეს არის მეგობრებო სისხლის სამართლის დანაშაული ეხლა ჩვენ იმას კი არ განვიხილავთ აქ მარტო იმას მორალურ ქმედებებს ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული როცა მოსამართლეებზე ასეთი ტერორი მიდის აი ხა თითეული მოსამართლე რომელიც განაჩენის გამოსატანად შევა იქ თავის ოთახში ეხა იმაზე უნდა იფიქროს ამ მოსამართლემ ვინმე სახში მომივარდება ვინმე კვერცხებს მესვრის ვინმე რას გამიკეთებს ეს არ არის სამართლებრივი ქვეყანა ამ შემთხვევაში არ ირღვევა მოსამართლის უფლება აბა ამას არ ვლაპარაკობ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია მოსამართლის არ შეიძლება რომ ესე დაძდევდე და მართლა სახში მიუვარდე კვერცხები ესრო ჯერ იქ უნდა დაეჭირათ იქ ყველა დასაჭერი იყო იქ ვინც აი ეს გააკეთა თითეული პიროვნება რომელმაც ეს კვერცხები ისროლა ეს ეხა თუ პოლიციას ბოდიში და სილა გავაწანით მოსამართლეს ბოდიში და კვერცხები ვესროლე ეს ქვეყანა აბა რაზე დგას მაინტერესებს ეს ქვეყანა პოლიციელებზე დგავს მოსამართლეებზე დგავს და სახელმწიფოზე დგას როდესაც ესენი ჩამოიშლება ანარქია იქნება მე ქვეყანაში მე მოუწოდებ ხელისუფლებას აი ესეთი ეს ჟურნალისტები ხო იძახიან რომ ისაო მზია ვიქზისო რახან ესენი ასე გული შეტკივად მოვათავსოთ ერთ კამერაში გელა თივლიშვილი აი ეს ლადოიე და კიდევ ეს ვინც არიან მანდა რა ყველანი ერთ კამერაში ჟურნალისტების კამერა გამოვყოთ და იქნებიან იქ იჯდებიან რა და პირობებით შეუქმნათ ეხლა რა აი ხა ეს არის საშინელება რაც ხდება უკვე ეს არის ტერორი უკვე ეხლა ტერორი არის სახელმწიფო და სასამართლო სისტემის ტერორი არის კაცო აგერ განახებთ კადრებს შეიძლება ეს ხალი კაცო რა რის ის არის რა ქვია რანაირად შეიძლება ეს ხალი შეგნებულად და არა აგერ აი განახებთ ხალხო აი ვაჩვენოთ კიდევ ეს კადრები შეიძლება ეს ხალი პოლიტპატიმრად შევაფასოთ
50 კამერა იღებდა იქ ინციდენტს და ეხლა ლაპარაკობენ სახეში შეაფურთხა ივანო დგებუაძევო ეს რომ ესე მოხდარიყო ხო დაფიქსირდებოდა კიცებულება აგერ დევს რომ ცილა გააწდა და თქვენ მანახეთ ის კიცებულება რომ ართლავი ვიღაცა ტუალეტში არ გაუშვესო და ბოდიში და რაღაცა ბოდიში და ბოლომდე უნდა მოიხადოს ამ ქალმა ციხე. არავითარ შემთხვევაში დანდობა ასეთ ადამიანებს. ვინც პოლიციელებზე სილას ხელს აღმართავს, არავითარ შემთხვევაში დანდობა. არ ვიცი ბატონო ჯუბერო, ამეთახმებით ალბათ. ზოგადად გასაოცარია რა. ეხლა ეს ქმედება რომ ამერიკაში გაეკეთებია ვინმეს რა თქმა უნდა უკვე ის განთავსებული იქნებოდა ციხეში. ან გერმანიაში გაეკეთებია, ან სადმე. კაცო, სააკაშვილის პერიოდში რომ ეს ფაქტი მომკვდარიყო, ზოგადად მის ოჯახიანად ჩასვამდა სააკაშვილი ხელის იმას აკვერ ციხეში. კაცო, როცა გიჭირთ და გარბიხართ და ეძახით პოლიციას დასახმარებლად, როცა თქვენ მიგითითებენ პოლიციელები რომ წესრიგი დაიცავითო, ეს ცუდია და როცა გიჭირთ და მიდიხართ ის კარგია? როგორ შეიძლება პოლიციელზე ხელის გარტყმა? მანდილოსანი ხა პირველ რიგში შეურაცხყოფა მიაკრეს საკუთარ თავს. არის კანონი და უნდა ვემორჩილებოდეთ ყველა იმ კანონს. მე მინდა ამ და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით თქვა ესეთი რაღაცა რომ აუცილებლად ქვეყანაში ასე არ შეიძლება გაგრძელდეს ეს, იმიტომ ხო ხედავთ რა ქაოსია, აუცილებლად უნდა მოხდეს, შეიქმნას ახალი ჩარჩო კანონი იმისათვის რომ განისაზღვროს. არა, კანონი არსებობს. ბატონო ელიზბარ, არავითარი ახალი კანონის მიღება. არა, არსებობს კანონი და უნდა აღსრულდეს ის კანონი. როგორ ფიქრობთ? გამოხატვის თავისუფლება უნდა ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება ეს. ეხლა რა არის? არსებობს უფლებები და მოვალეობები. უფლებები და მოვალეობები ყოველთვის არის კორელაციაში. თუ ვიღაცას აქვს უფლება, რომ გესროლოს კვერცხი, ესე იგი შენ გაქვს მოვალეობა კვერცხის მოხვედრა მოითმინო. თუ ესე არ არის, მაშინ კორელაცია არ არის და ეს ირღვევა. ამიტომ რის უფლებაც აქვს ერთ მხარეს, მეორე მხარეს უნდა კონდეს იმავეს მოვალეობა. როდესაც მაგალითად ადეკვატური პასუხი გასცემ. როდესაც ფაქტები ხდება, გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იჭრებოდეს პრივატულ სივრცეში. უნდა დადგინდეს. გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იჭრებოდეს სამუშაო ადგილზე. მე მაგალითად, როდესაც სტუდენტები, ეგრეთ წოდებული სტუდენტები, კეზერაშვილი დაქირავებული ხალხი შემომივარდა ლექციაზე, ჩემი სამუშაო ადგილი იყო, ხო? მე რა ხდებოდა, ესე დადიოდნენ სხვადასხვა სტუდიებში, მე მრანძღავდნენ იქიდან, მოუწოდებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მე გავენთავისუფლებინე უნივერსიტეტიდან, აკეთებდნენ ჩანაწერებს, ინტერვიუებს, არსადმე არ მიწევდნენ და ასე შემომივარდნენ, ხო? ეს რატომ არ კვალიფიცირდა დევნად? როდესაც ჩვენ მოსამართლეს ერთი წამი დაძდევ რა მოხდა იმ სამუშაო ადგილზე და შემდეგ მიდიხარ სახლთან, რატო არ კვალიფიცირდება ეს დევნად? ერთი წამი ბოდიში ბატონელის მე ჩაგეკითხებით ბოდიში რომ გაგა იმ საქმეზე რო აღიძრა დაიწყო გამოძიება თქვენ აი რა რითი დასრულდა ეს საქმე? რომელი საქმე? აი იმ თავდასხმა თქვენზე რაც განხორციელდა იმ უნივერსიტეტში ხო დაიწყო მაგაზე გამოძიება? ხო, არაფერი არ განხორციელდა, იმიტომ რომ მაშინ მას უნდა მისცემოდა კვალიფიკაცია, რომ ეს იყო დევნა, აბა რა იყო, იმიტომ რომ ადამიანს ანუ არაფერი არ გაკეთდა. არაფერი არ გაკეთებული. ამიტომ მიცეთ ჩვენ მივიღეთ შედეგი, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. აუცილებელია მკაცრად განისაზღვროს. გამოხატვის თავისუფლებისათვის უნდა იყოს სივრცე, სადაც იქნება ეს მისაღები. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ხდებოდეს ადამიანს პრივატულ სივრცეში. რესტორნებში შევარდა, არ შეიძლება ეს ხდებოდეს სახლებთან, სადაც ადამიანის პრივატული სივრცეა, არ შეიძლება სამუშაო ადგილზე იყოს შევიწროება, ხომ? ეს უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული იმისათვის, აი მაგალითად ჟურნალისტებმაც რო იციან და პერფორმანსების ჩატარება და მივარდა ადამიანთა და გაკიდება ადამიანსთან აკიდება, რომელიც რაღაც პრივატულ საკითხზეა, ან მაღაზიაშია, ან შვილთან შეერნობს ბაღში და ამ დროს მივარდა იქ და ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. არავის არ აქვს, არავინ არ აიღებს იმის მოვალეობა საკუთარ თავზე, რომ მე ვიყო ვალდებული, რომ ჩემს პრივატულ სივრცეში შემოვარდნილ, ან ჩემს სამუშაო სივრცეში შემოვარდნილ ვიღაცებს, რომლებიც ახდენენ ვითომ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიას ჩემზე, მე ეს მოვითმინო. არც ერთ ადამიანს არ უნდა მისცეს
დაავარდებულო სახელმწიფომ, რომ ეს მოითმინოს. ჩვენ ყველას უნდა გქონდეს ვალდებულობა, როდესაც ეს არის ღია საზოგადოებრივ სივრცე, როდესაც ეს არის თქვა დემონსტრაცია, მიტინგი, ტელევიზია, იქ მოხდეს გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ ამ კანონში მე არ ვიცი ხა ბატონი ნიკოლოზი ამბობს, რომ ყველაფერი დარეგულირებულია. უნდა დარეგულირდეთ ის, რომ აკრძალული იყოს პრივატურ სიტუაციებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო სამსახურის სამუშაო ადგილებზე ამის გაკეთება. ბატონო, სხვანაირად ჩვენ მივდივართ ქაოსისაკენ უკვე. ბატონო ელიზბარ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ქვია ამას, რასაც ესენი ახორციელებენ. გამოდიან და იმ ადამიანებს, ვინც არ მოსწონთ პოლიტიკურად, უვარდებიან, დაძდევენ და ამას არ ეცემა სამართლებრივი შეფასება, ამაზეა საუბარი. იმათ შეიძლება ხოლო აი მაგალითად ის რასაც ქვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ამაში მე ვფიქრობ, არის შესატანი ცვლილებები და მაგალითად იქ რაღაცა 200 ლარს და 500 ლარს ვახდევინებენ, უნდა იყოს 5,000, 10,000 ლარი. აი ეხლა ეს ნაძირალა ვიღაცა საფრანგეთში რომ მიუვარდა წულუკიანს და იქ მას რომ მიუვარდა კიდე იქ სუფრაზე სეფაშუს. აი ეს უნდა დაისაჯოს 10,000 ლარით რო დაჯარიმდება ესეთი ადამიანი. მერე კი აღარ გააკეთებს მეორედ. აი უნახოთ ეხლა ეს თქვენ ნახეთ ალბათ ესეც და ჩვენ გავიაროთ ეს თემა. თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. თქვენთვის ადგილია რუსეთში. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამკეთებელი. არა, ჩემო კარგო, ეს მთელი ემიგრაციის, მთელი ქართველების დასკვნა. ვი? როგორ გეკადრებათ, ჩემო კარგებო? არავით არ შემთხვევაში. იურას უკაცრავად მზია ამაღლობელის სახელით, რომელიც შიმშილობს და ძალიან მძიმედ არის. როგორ გეკადრებათ? თქვენ იცით რა არის? აი იმ სილის ღირსებიც არ ხართ. მეწოდებით ნამდვილად ყველა თქვენთაგანი. ძალიან მეწოდებით რა. იმიტომ რომ სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე. ეს თქვენი აზრი არის ალბათ. Nous connaît juste c'est toutes les femmes et messieurs terroristes. Avec la Géorgie, c'est là pour la ça avec la Russe. Allez-y vers la Russe. Agadzandebodეთ რუსეთში, ხალბატონებო და ბატონებო. ჩვენ არ მივგზავნდებით, იმიტომ რომ თქვენთვის დღეს ბოლო დღეა, როდესაც თქვენ ევროპაში დააბიჯებთ. თქვენ ყველაფრის ღირს, просто არარაობები ხართ. შემდგომში ერთი წამი, მერე შემდგომში მოხდა ესეთი რაღაცა კიდე. აი წულუკიანთან დაკავშირებით, როდესაც მასაც ასევე აეკიდნენ სვალე, როგორ ძანდი? რუსეთის, ბიზნესი, ჩემო სიხარულო. როგორ ძანდებით, ვერ მიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ რუსეთის არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველო. თქვენ ვარ. არა, ძალიან კარგად უთხრა, ეხა ქალბატონმა ეკამ, რომ მე საქართველო კი არა, მიშას მონახარო. აი ეს ქალბატონი მართლაც მიშას მონა არის და არა მარტო მიშას მონა, ეხა მე წარმოგიდგენთ სურათს ამ ქალბატონის შესახებ, ეს ვინ არის საერთოდ და რა ხილი არის, ამას თქვენ თვითონ ამაში დარწმუნდებით მეგობრებო, რას წარმოადგენს ეს ქალბატონია თუ ჯერ ეგერთიც ეს ქალბატონია თუ ვაჟბატონი არის, კიდე ეგეც საკითხავი არის სიმართლე რო გითხრათ, როდესაც მის სურათს ნახავთ თქვენ და წარმოგიდგენთ ეხლა აი ამ ვაჟბატონის თუ ქალბატონის სურათს, აი ეს არის ეს ქალბატონი, ვაჩვენოთ სურათი, ევროკავშირის რა თქმა უნდა ეს დროშა უკრაინის და ეხლა ეს კაცია თუ ქალი განსაჯე და თან ბევრ კითხვებს ბადებს აი ეს სურათიც კიდე რაღაცა მის ორიენტაციასთან დაკავშირებით აგერაი ვანახოთ აი ეს დაკრეჭილი კბილებით რო არის აქითა კეპკიანი აი ამ ვაჟბატონმა თუ ქალბატონმა რომლის ქესიც უცნობია ჯერ აი ამან მიაყენა შეურაცხყოფა წულუკიანს ალბათ გენდერია ხო აი ბოდიში და შენ ახარ მართლა მონა სააკაშვილის მონა ხარ შენ და სწორად უთხრა წადიშვილო ფისიქენი და დაწეკი სასტუმროშიო რო უთხრა იმ ქვია ის ამოჭრეს ის არ გაუშვეს მიშას მონებო თქვენა თქვენ ვის მონობაზე ლაპარაკობთ თქვენა თქვენ ლესბოსელებო და გეებო თქვენა აი ვინც კი თქვენ აფრიალებთ ამ ევროკავშირის დროშას 99% პიდარასტები ხართ თქვენ რა და ლესბოსელები და გეები და იმ დროშა რომელიც არის მართლა სოდომის დროშა აი მართლა არ ვიცი იმ სოდომისტების რა ბედი ეწიათ სოდომ გომორში კარგად ვიცი და აი გიგივეს ღირსები ხარ თქვენ
რაც ბედი როგორი განვითარდა მოვლენები სოდომ გომორში კარგად ვიცით. აი ეს არარაობები როგორ შეიძლება იპარპაშონ ამათმა. ესე იგი გაგონილა ხალხო, გაგონილა რომ ესე იგი დარბიან ზევით, ქვევით და ამაზე პასუხისგებლობა არ არის. ვინმე ლესბოსებს და გეს ფეხი რო გადაუცურდეს, ვინმე რამე რო უთხრას, გაგაციმბირებენ ხელად, კაცო. რაღაცა რო შეეხო ოდნავ, რაღაცა რო თქვა, იმ წუთასვე ციხე არის. დარბიან დაასდევენ ხალხს, რა არის ბოლო-ბოლო დაამყარეთ წესრიგი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციულიც გაამკაცრეთ. იყოს 10,000 ლარი. 10,000 ლარი იმაზე, რაზეც დღეს არის 200 ლარი. და მე ვნახოთ ეხა 10,000 ლარი. ეხა რატო მოიკლო აქციაზე ხალხმა იცით? 5,000 ლარები რო დააკისრეს და ისა უკვე შეშინდნენ, იმიტომ რომ მიშა რასაც აძლევს ის უკვე წავიდეს ბიუჯეტში. ორი სიტყვით და კი ბატონო თქვით. გალბატონ თეაზ. ამ გაჭირებულ არ ვიცი რას კესის არის ეს ქალია თუ კაცი მართლა ვერ გავარკვი ახლა სურათში. თეატრო ლუკიანს რომ წიგნები აქვს წაკითხული ის რო აწონო და შენი კილოგრამობა აწონო 1000-ჯერ გადაგწონეს. უვარდები და ვის უვარდები თეატრო ლუკიანს ქალს რომელსაც მილიონობით წიგნი აქვს წაკითხული და თქვენ დარწმუნებული ვარ ორი წიგნიც არ გექნება წაკითხული თქვენ მართლა მიშას მონებო თქვენ. აი ასეთი ადამიანების მიმართ უნდა დაიწყოს დევნა. დევნა სისხლის სამართლის დევნა. კაცო, თუ მათი უფლებები ილახება, ეხლა ქალბატონი თეას უფლებები არ შეილახა? რატო იცავთ მარტო მათ უფლებებს და რატო არ ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესს, ჩვენს ხალხს გულისხმობ იმას, ვინც საქართველოს მართლა უყვარს და ვისაც არ გსურს, რომ საქართველოში ომი გაიმართოს მეორედ და არ გავნადგურდეთ ზოგადად. კაცო, მოსამართლეებს რომ კვერცხები დააუშინეს, ეს ნორმალური საქციელია ზოგადად, ეს ზოგადად ადამიანური საქციელია. მეც არ მომწონდა სააკაშვილის პერიოდში ბევრი რაღაცა, მაგრამ ჩვენ არ ვისროდით 9 წელი მისი დაუძინებელი მებრძოლი ვიყავი მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოთ. მაგრამ ჩვენ არ ვუშენდით მათ კვერცხებს, იმიტომ ჩვენ ზრდილობა გაგვაჩნდა, ამათ ზრდილობაც აღარ აქვს. კვერცხები არის. ხო, კაცო, მე გამიკვირებია ხელისუფლების ხალხო, რაზეც გახართ და იმ ხალხს თუ არ დაიცავთ, თქვენი დრო წავა და მალე. ბატონმა ნიკოლოზმა სწორად ბრძანა. უნდა გახდეს 15,000 ლარით უნდა დაჯარიმდეს ასეთი უთავმოყვარე ადამიანები. სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს ასეთ ადამიანებზე. ადამიანის უფლებების შელახვარი. თავისუფალ სივრცეში გადაადგილებას უგრძალებენ უკვე ხალხს. და ეს გამოიწვევს ხათაშვილის ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა. ეს გამოიწვევს საზოგადოების დაპირისპირებას. ეხლა იქ რო ყოფილიყო ქალბატონი თეას მეუღლე ხო იმას ბურთივით დაამგვალებდა იქ ადგილზევე. და ეს მოხდება, ეს აუცილებლად მოხდება საქართველოში. მაგას რო ქალბატონი თეას მეუღლე გაენახა, შეიძლება ბოდიში და სხვანაირად იმას ექნა. ეს კაცია თუ ხალი ვერ გავიგე, ეს ეხლა რაზეა დაგეშილი კაცმარეთში. აი რაც ბოდიში და ხო, რაც საჭირო იყო, ესენი არიან გარყვნილი ადამიანები, მათხოვრები. ესენი ამათ კაცი უნდათ, ხალი უნდათ ვერ გაიგებ. აი ეხლა ის რაც თვითონ ის იყო რაღაცა შეურაცხყოფეს, თვითონ თავის ჭკუით უშვებენ და აი მე რაც ვთქვი, აი რა პასუხი გასა აი ამ ვიდეოში ჩანს. როგორ ძანდები? ის რუსეთი, ვიძინაზე, ჩემო სიხარულო. როგორ ძანდებით? ვერ ვიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველო. თქვენ ვარ. არა, ჩემო სიცოცხლე. არა, თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ, რუსების მონახართ. კი, ჩემო კარგო. საქართველოს ქართლის გარეშე ვერ დაიტოვებს. რუსებს ვერ ჩააბარებს. თქვენი გზა რუსეთშია. არა, ჩემო სიხარულო. ნამდვილად რუსეთშია. წადი ახლა? მე წადი, როგორ გეკადრებათ? ნურას უკაცრავად. სასტუმროში მოხვედი ფიზიკენი და დაიძინე. აი ეს იყო სწორი პასუხი. წადით ეხლა, ის ეხება იმ აქციაზე რუსთაველზე რო დგანან ისე ის ხალხი, მაგათაც ეხება ესა. წადით და ფისი ქედით და დაიძინე თქვილო თქვენ მართლა გაჭირვებულებო თქვენ საცოდავებო თქვენა და ავიცი ავანტყოფების აი მე ერთი ქალბატონმა აი ნინო ნადირაძემ ძალიან შესანიშნავად აი გასცა პასუხი აი ამ ნაძირლებს
ძალიან მომეწონა მისი განცხადება, ერთხელ კი ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, რომ აი შეურაცხყოფა მიაყენა იქ რუსეთს და რაღაცა ისე ილაპარაკა და მე გავეცი პასუხი ამაზე და აი ეს არის ნამდვილად სწორი შეფასება აი ამ ხალხისა. მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო არ მინდა რომ შენ იგივე ნახო და მინდა რომ უკეთესი ცხოვრება ნახო, დამიჯერე, დაითმინე, ცოტა ხანი გავიაროთ რაღაცა ეს 20-30-ში იხსნება, ხო? პირდებიან გაფართოებაზე საუბარი. 5 წლით ადრე მეზობელს რო ესვრი, ახლობელს რო ესვრი, არავის რო არ ელაპარაკები, ყველა ერთმანეთს რო ვერ იტანს. და თუ არ გიყვარს, მათ თუ არ გიყვარს, მეზობელი თუ არ გიყვარს, ახლობელი თუ არ გიყვარს და ყველა გეზიზღება, ეს სამშობლო რაღაც ნიშნავს, მეც მითხარით, ამიხსენით. ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე, ანუ ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი. კლასიკური ბოლშევიკური სქემაა და აი მაიდნის სცენარი ასე წინ უდებთ და ეს მარიონეტებით ამ ბავშვებს ატარებენ აი ამ მიმართულებით. სამოქალაქო ომამდე მივა ეს ყველაფერი და 1-10 წლით უკან დაიწეს ქვეყანა. და ალბათ ეს ბავშვები თავის თვალით ნახავენ უკვე რაც ჩვენ გამოვიეთ და რაც მე არ მინდა რომ მოხდეს. აუცილებლად ამერიკული ჯარი და რა ქვია, ნატოს ჯარი აქ არ შემოგივა, შემობრიგინდება რუსის ტანკი. იმედია რომ ეგ ეს მიზანი ყველაზე სულ სცენარი. აი ნამდვილად არ ვიცი, არც დედა უნდათ, არც მამა უნდათ, არც ნათესავი უნდათ, ყველას აგინებენ, ყველას ჩახოცვა უნდათ, ერთი უნდათ დარჩეს მიშა და მარტო თვითონ რა. ავანტყოფები არიან, ამათ არ ვიცი რამე ეშველება. ეს არის თანამედროვე პავლიკ მოროზოვიზმი, შეიძლება ესე დავარქვათ ჩვენ. კიდე კარგი ტერმინი არის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით უკვე თავიანთ საახლობლოში, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კარგ ახლობლებთან იწყებენ ესეთ აგრესიას და დაპირისპირებას, სწორედ პოლიტიკური ნიშნით და არა სხვა რამით, ეს არის გორსალიზმი, საუკეთესო ტერმინი არის, რომელიც ზუსტად გამოხატავს ესეთი ადამიანის მდგომარეობას. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ეს მეთოდი არის ნეოლიბერალური ფაშისტების შემოტანილი, აი ესე მივარდნები პრივატურ სივრცეში დახვედრების სხვადასხვა ადგილას, ან საჯარო სამუშაო ადგილას. თანამედროვე ეს გამოსვლები, რასაც აკეთებენ, ძალიან ბევრ ანტიქართულ მეთოდებს იყენებენ, რომელიც საქართველოში არასოდეს არ იყო. ერთ-ერთი ეს მეთოდი რაც ჩვენ ვნახეთ, არასოდეს არ იყო საქართველოში, ეს არის გამოყენებული სპეციალურად დაგეგმილი იმათი მხრიდან, ვინც მიაწოდეს ინსტრუქციები, რომ მოხდეს თითქოს და ასეთი მივარდნებით მორალური უპირატესობის მიღება და გადატეხა იმ მეორე მხარის ფსიქოლოგიურად, რომელიც ამ მიზანს ვერ აღწევს და სიამოვნებაში რაც მიიღწევა, ჩვენ ვიცით, რომ შეხლა შემოხლა დაპირისპირებები და სხვადასხვა ძალიან ისეთ კონფლიქტები ჩაღდება, იმიტომ რომ ეს საქართველოს და საქართველოში არავინ არ მოითმეს ამას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფომ არ უნდა დამაკისროს ვალდებულება, რომ პრივატულ სივრცეში მოვითმინო მე პოლიტიკური შემოვარდნა და აგრესიები ჩემს მიმართ. ასევე ჩემს სამუშაო ადგილას მოვითმინო ასეთი შემოვარდნა. სამუშაო ადგილი დაცულია კანონის მიხედვით და საჭიროა ამის გაკონტროლება, ხოლო პრივატულ სივრცეზე შეიძლება შემოღებული იყოს დამატებითი რეგულაციები, გამოხატვის თავისუფლების. ესე რესტორანი, ბაღის, სეირნობა, ადამიანი მიდის სადმე, ან მაღაზიაში, ან საყიდლე, სადღაც არის, ხო? არ შეიძლება იქ კონდეს უფლება პოლიტიკური ჯგუფის მოვარდნის, აგრესიების და შეურაცხყოფების, ხო? ეს აუცილებლად არის მისახედი საქართველოში, სხვანაირად ეს თუ არ დარეგულირდა, ეს ვერასოდეს ვერ გამოიღებს სწორ შედეგს, ჩვენ უნდა გამოხატვის თავისუფლებას და პოლიტიკას მივცეთ თავისი ტერიტორია საზოგადოებრივ სივრცეში, ამ ტერიტორიის მიღმა არ შეიძლება ჩვენ პოლიტიკა შევიდეს ყველგან და ყველაფერში, ადამიანების საცხოვრებლებში, ადამიანების დასასვენებელ ადგილებზე, სპორტულ ადგილებზე, სასწავლებლებში, საძინებლებში არ შეიძლება პოლიტიკა არ კონდეს და გამოხატვის თავისუფლებას თავისი ტერიტორია დადგენილი. ამიტომ მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ იფიქრონ ამაზე, არ არის ჟურნალისტი, არ უნდა კონდეს ჟურნალისტი იმის უფლება, რომ ყველგან შევიდეს. არ უნდა კონდეს. არ უნდა კონდეს პოლიტიკურ აქტივისტს იმის უფლება, რომ ყველგან შევიდეს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს თავიანთ საცხოვრებელთან და პრივატურ სივრცეში. აი ეს მინდოდა მეთქვა. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს საქართველოში, რადგანაც ქართული ეთნოფსიქოლოგია და ქართული მენტალობა იმას, რაც მისაღები არის
ზოგიერთ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ აიტანს და ამას ყოველთვის მოყვება შეხლა-შემოხლა დაპირისპირებები და სხვადასხვა ესეთი გართულებები. მე ასე ვფიქრობ რა. ზოგადად ერთი რაღაცა მინდა თქვა, რომ ნურავის არავის არ უნდა შეუქმნათ ილუზია იმისა, რომ ის არის ხელშეუხებელი. იყავი ბატონო ჟურნალისტი. ჩაედიათ შენს ეთიკაში და იმოღვაწე ვინმე რამეს არ გეტყვის, მაგრამ როცა შენ სდები შენს ეთიკას და შენ გადადიხარ დაუკრეფილში, ამ შემთხვევაში უნდა აგო პასუხი ჩემო მეგობარ, სხვა გზა არ არსებობს. და ასე უნდა იყოს ყველა სფეროში. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ გაამკაცროს თავისი ქმედებები კანონის ჩარჩოში, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოში. და ბოლოს მინდა თქვა, რომ იმ ფულზე გაყიდულ ახალგაზრდებს მინდა უთხრა. მეგობრებო, გაივლის წლები, გაივლის დრო. თვითონვე ნახავთ თქვენს კადრებს. და თვითონვე შეგწყვეტ თქვენი ქმედებების. არის რაღაც ღირებული ცხოვრებაში, რომელიც ფულზე არ იყიდება, ეს ადამიანობა არის. ნუ გაყიდით თქვენს ადამიანობას ფულზე. თქვენს ღირსებას ფულზე ნუ გაყიდით. მე ვიცი, ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ბევრს საფასურის გადახდა არ შეუძლია უნივერსიტეტებში, ბილის ქირაობა არ შეგიძლიათ და ღებულობთ ამ ფულს და ამისანაცვლოდ აკეთებთ, მაგრამ დაიმახსოვროთ, არის ცხოვრებაში რაღაც ისეთი ღირებულებები, რომლებიც ფულზე არ უნდა გაიყიდოს. მე ისევ თქვენ შეგწყვეტთ. თქვენ თავს დაინახავთ იმ კადრებში და თვითონვე შეგზიზღდებათ საკუთარი ქმედებები და თავები. მე არ მინდა რომ თქვენ ეს ბედი გეწიოთ, დაფიქრდით. ყველაფერი არ შეიძლება რომ გაყიდო. ადამიანობას ვინც გაყიდის, ის არც ღმერთს უყვარს და არც ადამიანს. ამით მე მინდა დავასრულო ჩვენი გადაცემა. ბიზნესმენი ბატონი ჯუმბერ თავართხილაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, პროფესორი ბატონი ელიზბარაშვილი და არ ვიცი, მე როდის დასრულდება ის საგიჟეთი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ამდენი ფსიქიკურად შერყეული ადამიანთან ერთად ცხოვრება არის საშიში მეგობრებო, იმიტომ რომ უკვე არ ვიცი, ეს არის უკვე საშინელება და აი ამიტომაც არის რომ მე 10 მაგათ და 20 მაგათ ვაფასებ ლუკაშენკოს და ჩვენი გადაცემის თემაც ეს იყო რომ ამ კაცმა არ გაითვალისწინა ის რასაც დასავლეთი ეუბნებოდა და ქვეყანა აქცია წალკოტად. ლუკაშენკოს რომ გაეკეთებინა ის რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებებმა, დაქცეული და განადგურებული იქნებოდა ბელორუსი. ამიტომ ჩვენი უნდა ვიაროთ ლუკაშენკოს გზით, დიახაც. ალიევის გზით, უნდა ვიაროთ პუტინის გზითაც. იმიტომ რომ ამ ქვეყნის ლიდერებმა თავიანთ ქვეყნები შეინარჩუნეს. ყაზახეთის პრეზიდენტის გზით. და კიდევ ძალიან ბევრი არის ლიდერი ამ ქვეყანაში. ხო, ნუ ტრამპი ისათვის რაც უნდა მას. ეხა ტრამპის გზას ცოტა ნახოთ ერთი რა იქნება, იმიტომ რომ ეს კაცი იმდენ განცხადებებს აკეთებს, რომ ნახოთ ერთი რა იქნება. ცოტა არ არის არუსაც კი. რაღაცა ყველას ომს უწყადებს, იმასაც ყველასთან ომს აპირებს ფაქტიურად. საკუთარი ქვეყნისათვის. ხო, ნუ ხო და ჰიტლერს აგავს, იცით, ჰიტლერიც ყველას ეომებოდა და ბოლოს როგორ დაამთავრა და მე ხლა პატივსავცემ რომ ქრისტიანული შეხედულებები აქვს, მაგრამ მარტო ეს არ კმარა იმისათვის, რომ ეს კაცი დადებითად შეფასდა. ეხლა ელემენტარული ჭეშმარიტება ის ერთი ჟურნალისტი დედა მამა ხა რომ დასცინო და ხალი როა და კაცი როა, ამის გამო ეხლა მოდი რა კერპად თუ გავიხდით ადამიანს რა. და ილუზიებს რო ხო, ჭეშმარიტებაზე რო თქვა, ეხლა 2-ჯერ 2 4 რო არის, ამის რო თქვა, ამის გამო ნამდვილად არ არის ტრამპი ეხლა იმაში გასისკროვნება და რაღაცა მათ წარმოსახვა მამაღმერთად რა. დაგვასრულეთ ამით ჩვენ გადაცემას ვიფოს ტელემაყურებლებო. მე კიდევ ერთხელ მიულოცავ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას საპრეზიდენტო მარათონის დროს და კიდევ ერთხელ ბოლოს მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას. დიპლომატიური ნაბიჯი გადადგით და მიულოცეთ ლუკაშენკოს გამარჯვება არჩევნებში. გადადგით ეს ნაბიჯი. კარგად ვწანდებოდეთ.